მოგესალმებით, მე მარტო ხელადე და სოფო სურგულაძე. დიდი მადლობა წერალთა სახლს სივრცის დათმობისთვის, უღრმესი მადლობა და მადლიერება ჩემი. მადლობა ყველა გამომწერს და არ დაგავიწყდეთ YouTube არხის გამოწერა, ზარის ღილაკის გააქტიურება, Instagram-ის, TikTok-ის და Facebook-ის გამოწერა. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, გვჭირდება სპონსორი და რაც მეტი გამომწერი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო თემებზე ვსაუბრობ და მოკლედ გვინდა რომ გამოგვიწეროთ, ძალიან გვჭირდება და რა თქმა უნდა სპონსორსაც ველით. დღევანდელი გადაცემის თემა არის წამალდამოკიდებული ადამიანები, მათი პრობლემები და არა მარტო. ზოგადად დამოკიდებულების მქონე ადამიანებზე ვისაუბრებ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ჯუნა თუთბერიძე, Z-ცენტრის თანადამფუძნებელი. მადლობა სტუმრობისთვის. და დავიწყოთ, გადავიდეთ. რა გახდა მიზეზი და мотиваცია იმისა, რომ ეს ცენტრი დაარსებულიყო? მოგესალმებით თქვენ მაყურებელს და ჩვენ მაყურებელს. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ დაინტერესდით ამ თემით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დამოკიდებულებასთან ბრძოლა და საერთოდ ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმირებულობა რო არ არსებობს, ეგ არის ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა. ეს ერთ-ერთი ჩვენი თანადამფუძნებელი, საიდან შეიქმნა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, არის რომა შონია, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ არის სოხუმიდან, დევნილი და მოუწია იქ ესე ცხოვრება და დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, მაგრამ უნდოდა რომ საქართველოსთვის მოეხმარებინა თავისი გამოცდილება და ცოდნა და რამოდენიმე წლის წინ დაბრუნდა საქართველოში და ჩაერთო ამ საქმიანობაში. და ჩვენ მეგობრობთ მასთან, მე პირადად და ნელ-ნელა რატო დავინტერესდით თქვა ამ თემით, ხო? იმიტომ რომ გარშემო ძალიან ძიმე სიტუაცია, რბილად რომ თქვა, კიდე უფრო მეტის თქმა შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით და როდესაც რაღაცები შევიტყვე, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა დაფუძნებულიყო, მას დახმარება ჭირდებოდა ჩვენი, მოკლედ ჩავერთეთ ამ თემაში რა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ თემას და ეხლა მთლიანად თავიდან ბოლომდე ჩემ ძალებს უთმობ დამოკიდებულების თემის გარშემო არსებულ პრობლემებს. мотиваცია იყო, რომ ხალხს დავხმარებოდით პირველ რიგში, რა თქმა უნდა. და ეს мотиваცია ყოველდღიურად იზრდება, იმიტომ რომ რეალურად ხედავთ, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ განადგურებულები მოდიან ჩვენამდე, ისიც ძალიან ცოტა ადამიანი მოდის, იმიტომ რომ არ ჯერა არავის, რომ რაღაცა გზა არსებობს და ეგეც ძალიან დიდი პრობლემა არის. არ ჯერათ, იმიტომ რომ გამოცდილებაა ეგეთი. აქამდე ჩვენთან იყო რა, რომ მიდის ადამიანი, აქ პრობლემა ვთქვათ, ან ნარკოტიკის, ან ალკოჰოლის, ანუ ყველაზე კიდე ერთი გავრცელებული რაც არის თამაშდამოკიდებულება, ხო? და არანაკლები არის თანადამოკიდებულება. არანაკლები კი არა, მე თუ მკითხავთ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძლიერი ასპექტია დამოკიდებულების თანადამოკიდებულება. 90-იანებიდან მოყოლებული ბევრი მწარე გამოცდილება გვაქვს. კი ბატონო, ხო და ამ დობის არარსებობის გამო გზა არავინ არ იცის, რომ შეიძლება რაღაცა ეშოს, აქედან იყოს გამოსავალი, ამიტომ ჯერჯერობით ნელ-ნელა ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოგმართავს რა. და ვამბობდი იმას, რომ мотиваცია იზრდება ყოველდღიურად, იმიტომ რომ ადამიანი მოდის არი მართლა, აი განაჩინა, დანგრეული უბრალოდ რაღაცა ფიზიკურად ჯერ კიდევ ცოცხალი. და ჩვენ თვალწინ როგორ ცოცხლდება, როგორ იცვლება, როგორ ამოდის ის ყველაფერი კარგი, რაც ადამიანს აქვს და ეს ნელ-ნელა ეს ცუდი როგორ უკან იხევს, როგორ უბრუნდებიან ოჯახებს, როგორი ურთიერთობები არის მე ამ ოჯახებში, როგორი მადლიერები არიან მე ყველანი გარშემო, ამ ერთი დამოკიდებული ადამიანის გარშემო მცხოვრები ადამიანები, მეგობრები და როგორ ადაპტაციას როგორ ახდენს სოციუმში და როგორი სასარგებლო ადამიანი ხდება. და ამას ჩვენ ეს არის ფაქტი უბრალოდ. ამას ყოველდღიურად ხვდებით ამას რა. დიდი შრომის შედეგია ეს, მაგრამ ძალიან დიდ мотиваციას გვაძლევს, რომ ერთ ადამიანსაც ისე რო ვთქვათ, ხო, ცხოვრებაში ერთ ადამიანსაც თუ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ და გადარჩეს და იცოცხლოს, იცხოვროს, ოღონდ ნამდვილად რომ ცოცხალი იყოს, უკვე მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი
საქმე არის და დიდი გამარჯვება თქვენი მხრიდან ნამდვილად. იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი კი არა, 10, 20 და რავი, ნელ-ნელა სანამ ცოცხალი ვარ, შეიძლება მოვასწროთ. 30, 50 ადამიანის გადარჩენაც რომ მოვასწროთ, ჩვენი საქმიანობს უკვე დიდი რამე. ამიტომ ეს мотиваცია არის და მიზანი გვაქვს დიდი რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ მიზანი არის ისეთ ჩემი პირადი და ჩვენი გუნდის, რომ პირველ რიგში ძალიან ვეცადოთ და ვიწყებთ ამაზე მუშაობას, რომ ცნობიერება და ინფორმირებულობა გავზარდოთ დამოკიდებულების გარშემო, თუ რასთან არის საქმე, რომ ეს არ არის სირცხვილი, რომ დამოკიდებულება არის დაავადება და არა რაღაცა მავნეჩვევა, ან ნებისყოფის არარსებობა, ან ამ ადამიანებს რაღაცა მორალი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ესე იტყუებიან, არა, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დაავადებაა და ეს აღიარებულია უკვე მთელ მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში ყველა ამბობს, რომ ეს არის დაავადება, რომ შეყვანილია დაავადებათა სიაში, როგორც მე უბრალოდ სულ შედარება მყავს მიყვარს, რომ დიაბეტი, ხო, ყველა ვიცით რომ დაავადებაა. ადამიანს დიაბეტი რო ემართება, ის ხო არ არის მისი არჩევანი, ხო? ან თანდაყოლილი ქონდა რაღაცა, ან მე შემდეგ რაღაცა, ან სტრესზე, რაღაცა და შეძენილი დიაბეტი. ხო არა ურჩევია რა, დაემართა და ჭირდება იმას, რომ შეიკავოს თავი, რაღაცა წამა ინსულინი მიიღოს, ხო, გააჩნია ეგ სტადიებიც, ხო არა? შეიკავოს თავი, თქვათ, ალკოჰოლისგან, რაღაცა დიეტა უნდა დაიცვას, ხო, რომ იცხოვროს, უბრალოდ იცოცხლოს. იმას ჩვენ არავინ არ ვეჩხუბებით და არავინ არ ვკითხავთ, რომ შენ დიაბეტი რატო. იგივეა დამოკიდებულებაც, ხო, დამოკიდებულება არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი დაავადება. ბიოლოგიური არის ადამიანი შეიძლება დაიბადოს ესეთი, უბრალოდ სხვანაირად მოწყობილი ტვინით, რომელიც არის პრეფრონტალური ტვინის ეძახიან, რომელიც პასუხისმგებელი არის აი мотиваციაზე, იქ რაღაცა ტორმუზზე ისე რომ ვთქვათ, მარტივენაზე რომ ვთქვათ, რომ რაღაცა ვიცი რომ ცუდია, აშავებს და მე უნდა გავჩერდე. დამოკიდებულ ადამიანს ეგ არა, არ იცის ტორმუზი არა, ვერ ჩერდება, უბრალოდ ისე არის მისი ტვინი მოწყობილი. ამიტომ არის სოციალური, ხო? შეიძლება სოციუმში ისეთში მოხვდეს ადამიანი, რომ მე შეიძინოს ეს დამოკიდებულება და გახდეს აი მიმბაძველობით, ხო? ადაპტაციისთვის ჭირდება ძალიან ადამიანი, რატო იწყებენ მოხმარებას. აი ძირითადი ის არის ხოლმე, რომ ადაპტაციისთვის, რომ მე აი სოციუმს მოვერგო, მე რომ რაღაცა შევძლო რაღაცების გაკეთება, იქ აჩერებს შიშები, იქ რაღაცა საკუთარი თავის არასრულფასოვნების კომპლექსი, ბედნიერების განცდის ნაკლებობა. საიდან არის ხო ეს კიდე ბედნიერების განცდის იქ ტვინიდან მოდის ეს ნორმაზე გამოყოფილი დოფამინებით, ენდორფინებით, ან ბედნიერების ჰორმონებით, ან мотиваციას რასაც ეს არ არის. არ არის და ამიტომ მე აი რაღაცა ფაქტები იძახს რომ შეიძლება ადამიანი დაბადებიდანვე იყო ეგეთი და პირველი მოხმარება ნებისმიერ აზროვნების შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტი უკვე რაღაცა ხსნის პანდორას ყუთს რომლის გაჩერებაც მე საკუთარი ძალებით ადამიანს არ შეუძლია არ არსებობს მე არის რა რომ საზოგადოება ისე მივდივარ იქამდე და სულ ამას ვიმეორებ და ალბათ აქაც ბევრჯერ გავიმეორებ, რადგან არ არსებობს ინფორმაცია. იწყება მე არასწორი ზრუნვა, რომ ვითომ უნდა გადავარჩინო, ვითომ რაღაცაში უნდა დავეხმარო, პრობლემები მოუგვარო, წავიდა მოთამაშე, წააგო ის, მე მოვიდა ვაიმე, რაღაცა სახლი უნდა გავყიდოთ ის და მე მგონია რომ ეხლა მე ამას დავეხმარებ. ამ პრობლემებს მოუგვარებ და მე ყველაფერი კარგად იქნება. დახმარება ხო არის, ვეძახით დახმარებას, მაგრამ პირიქით დათვური სამსახურია რა ჩვენ გვგამოთქვა, ხო? იმიტომ იმ დამოკიდებულ ადამიანს უკვე ნახა რომ მე ეხა ამებს გავაკეთებ, მაგრამ იქ ნახე მელოდება ის რომ ვიღაცა დამეხმარება, სულ რაღაცის იმედი აქვს რა და მე ესე ნელ-ნელა დადის ფსკერზე და ეგ ყალიბდება მე თანადამოკიდებულება. თანადამოკიდებულებიდან გამოსვლაც კიდე ძალიან რთულია. ეგ კიდე უფრო დიდი კოშმარი ყოფილა და აქვე ჩაგიკითხები არის პირველ რიგში მინდა შეგიკამათო და გითხრა რომ მე მესმის შენ რასაც ამბობ აბსოლუტურად ყველაფერში მოვყვები და გეთანხმები, მაგრამ დიაბეტს ან ნებისმიერ სხვა დაავადებას რომ შევადაროთ, პრობლემა არის რა? ის რომ დიაბეტის მქონე ადამიანი ან ნებისმიერი სხვა დაავადების მქონე ადამიანი ოჯახს ზიანს არ აყენებს. წამალ დამოკიდებული, ალკოჰოლ დამოკიდებული და თუნდაც მოთამაშე ადამიანი ზიანს აყენებს ოჯახს. რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა და
რისი კითხვა მინდოდა იმის რომ როდესაც ჩვენ ვუწევთ დათვურ სამსახურს ეს არა მარტო იმიტომ რომ მას დავეხმარებით მე ასე მგონია ეს იმიტომ რომ მეზობელმა არ გაიგოს ნათესავმა არ გაიგოს და მოდი ანუ ამის აღიარება არ გვინდა ოჯახიც ძალიან გვიან მიდის იქამდე აი უკვე გაუსაძლისი როა მდგომარეობა რომ აღიაროს რომ მის ოჯახის წევრს აქვს პრობლემა და ესეც მგონია რომ პრობლემაა თუ კი გეთანხმებით ყველაფერში რას თქვით მაგიტომაც არის რომ დამოკიდებულება არის დამანგრეველი დაავადება ერთი დამოკიდებული ადამიანი თავის გარშემო ესე იძახიან ხა ზუსტად მას ვერ ვიტყვი მაგრამ სადღაც 12-დან 14 ადამიანამდე აზიანებს თავის გარშემო თქვენ როგორც ახსენეთ რომ თქვა სხვა დაავადების ისინი არ მოქმედებს არ ანგრევს ოჯახს ზუსტად მაგიტომ უნდა ილაპარაკოს ყველა ამ თემაზე ხო კარგად გადავედით ახლა იქიდან მალავ ხელს უწყობ ამაში მეც ამაში ვიძირები და ვეხმარები რომ იქიდან არ გამოვიდეს ვეხმარები ნუ შეიძლება ბჭყალებში ვთქვათ მაგრამ ნუ ფაქტიურად ეგრე გამოდის რომ იქიდან არ გამოვიდეს რატო იმიტომ რომ ისევ იქამდე მივდივარ რომ იმიტომ რომ არ ვიცი ინფორმაცია არ მაქვს მე ამასთან დაკავშირებით და მწხვენიათ ადამიანებს რომ თქვან რომ თქვა წამალ დამოკიდებულია ჩემი შვილი თუ ქმარი ან ალკოჰოლ დამოკიდებულია ჩვენთან ახლა ალკოჰოლი ხო მიღებული არის არაუშავს სვავს თავარია ნემსი არ გაიკეთოს ანუ რაღაც სტიგმატიზაციაც არის ხო რომ აი ეს პრობლემად არ აღვიქვათ თქვათ უნდა დავას აი მეტადონშიკებს რო ეძახიან იქ ვიღაც სისტემს რო ეძახიან აი ეს მიკერებული სტიგმები რომ ისინი თითქოს ალკე ეს თუ სვავს აი სასმელს რო შევადაროთ ხო არაუშავს ნუ სულ სვავს მაგრამ ნუ სვავს თავარია ის ხო არ არის და ამაშიც მე ხელს უწყობ მაგრამ მე მინახია და ყოველდღიურად ვნახულობ ალკოჰოლისგან დაზიანებულ ადამიანებს რამდენად უფრო დაზიანებული აქვს ტვინი ორგანიზმი და როგორ უფრო უჭირთ გამოსვლა მდგომარეობიდან ვიდრე წამალ დამოკიდებულებს. არ ვლაპარაკობ ახალი ნარკოტიკები რაც შემოვიდა ეს ამფეტამინს რო ეძახიან, მარილს რო ეძახიან, სხვადასხვა ეს დასახელებებით რო არის, მაგაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს არის ახალი ნარკოტიკი, რომელიც ტვინს, არ ვიცი, მე ვეძახი მაგას რაღაცა იარაღს, რაღაც კაცობრიობის წინააღმდეგ თუ ყველგან არის ჩვენთან ნამდვილად როგორც იარაღი, იმიტომ რომ ამფეტამინის მომხმარებელ ადამიანებს, ნუ ძალიან დიდხანს უგრძელდებათ აბსტინენცია ფსიქოლოგიური, ანუ ლომკას რასაც ეძახიან, რა ეს აბსტინენციური, ფსიქოლოგიური აბსტინენციაზე მოკლაპარაკეთ, თორე ფიზიკური ნაკლები აქვს რა, რაღაც უფრო ძილში გამოდიან, მაგრამ ფსიქოლოგიური აბსტინენცია ძალიან დიდხანს გრძელდება და სხვადასხვა ქვეყნებში, თქვათ, სარეაბილიტაციო პერიოდი იყო 3-დან 6 თვემდე, მაგრამ ახალ ნარკოტიკების გამო მინიმუმი გახადეს 6-დან 9 თვემდე და კიდე მეტი წელიწადი და მეტი. იმიტომ რომ ნუ შეხედეს რომ არ მუშაობს ის პერიოდი ამათზე რა. იგივე მეთოდები შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ უფრო ხანგრძლივ პერიოდში. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ზუსტად მაგ საკითხთან დაკავშირებით. აი ხომ თქვით იქ მეტადონშიკი იქნება თუ რაღაცა თუ რაღაცა. ასევე ჩვენთან რატომღაც საზოგადოებაში არ ვიცი რამდენი წელია, მაგრამ უკვე ჩვეულ მომენტად იქცა პლანის მოწევის მომენტი და აღვიქვავთ, რომ ეს ნარკოტიკი არ არის და ეს არის ძალიან მსუბუქი და რა მოხდა მერე და როგორც მე ვიცი, აი გადაცემამდე რაღაცები რომ წავიკითხე, იქ მაგალითად არის მინიშნება, რომ ტვინის უჯრედებს კლავს. და კიდევ თქვენთან მაქვს ერთი ესეთი კითხვა, არ ვიცი რამდენად ახლა შეგიძლიათ ამაზე პასუხი გამცეთ, ჩარჩენას რასაც ეძახიან, ეს ხდება მხოლოდ პლანის მოხმარების შემთხვევაში, თუ წამლის მოხმარების შემთხვევაშიც ხდება ეს მდგომარეობა ადამიანის, რომელიც მერე საერთოდ ძალიან ძლიერ შემთხვევაში ვიცი ადამიანი, რომელიც უფუნქციოთ არის, იმიტომ რომ იმდენად ძლიერ წამლებს მოიხმარს, რომ გაშტერებული იყოს, რომ ისეა, გათიშულ მდგომარეობაშია და ეს არის მხოლოდ პლანის მოხმარების შემთხვევაში თუ წამალმაც შეიძლება იგივე რეაქცია გამოიწვიოს. აი, ისევ კარგ თემას შეეხეთ, იმიტომ რომ მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ეს რაღაც ეგეც დაყოფა, რომ ეს მსუბუქია, ის კლუბურია, ის კარგია, ეს არაფერს არ არსებობს. ეგეთი რამე არ არსებობს უბრალოდ ბუნებაში. ნარკოტიკი არის ნარკოტიკი. ალკოჰოლიც ნარკოტიკი არის, ხო? იმიტომ რომ არის ანტიდეპრესანტებით მუშაობს ალკოჰოლიც. რაც შეეხება მოსაწევს.
ერთი მოწევაც კი თუ ადამიანს ფსიქიკა არ აქვს, ხლად შეიძლება მოწყვლადი იყოს რა უბრალოდ ეხა არაფერი არ ეთყობა ფსიქიურად კი არ არის რაღაცა. მაგრამ აქ უფრო მოწყვლადი ფსიქიკა. ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. ნარკოტიკებს რაც შეეხება, კიდევ აი რაც უფრო ეხა დრო გადის რაღაც ეს ახალ-ახალი სინთეთიკური ნარკოტიკები შემოდის, ხო? არის ყველაზე ცუდი აი ეს ტაბლეტების მოხმარება კიდე. ტაბლეტების მოხმარება იწევს უფუნქციობას. ჩვენთან მოსულან ადამიანები, რომელთაც იმხელა ზიანია უკვე მიყენებული ტვინზე, რომ იმის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. რაღაცამდე შეგვიძლია მივიყვანოთ, მაგრამ მთელი ცხოვრება იქნება სულ ფსიქიატრის ჩართულობა დაჭირდება, რაღაც დანიშნულებით უნდა იცხოვროს. იმიტომ რომ ტვინში რაღაც დაიწვა, ის ვეღარ აღდგება. ანუ ნებისმიერ ამ ალკოჰოლსაც გულისხმობ რა. შეიძლება ხა ბევრი გამიბრაზდეს რომ ალკოჰოლზე ესე ნულაპარაკობ, მაგრამ ფაქტია. არა, ფაქტია ნამდვილად არის რა და ამაზე ალბათ უნდა ვიღაცე უნდა ილაპარაკოს და ცოტა ხმამაღლა უნდა ვიყო. კი, მკაცრად უნდა ვთქვათ ის რომ ყველაფერი რაზეც ვართ დამოკიდებული ეს ანგრევს ორგანიზმს და ჯანმრთელობას და არ არსებობს. აი მე არ მიყვარს როდესაც თუნდაც პირად საუბრობ და ვამბობ რა ქვია ნარკომანზე რო ამბობ ან თქვა წამალ დამოკიდებულზე რო რა თქვათ ვინც სვავს ის არა იგივეს ვამბობ აბსოლუტურად ერთი და იგივეა რა იმიტომ რომ საშინელება მე ვიღაცას უთქვამს რომ აი ეს მისი არჩევანია იცი რა, როდესაც არჩევანი არის შენი, მაშინ მარტო შენ უნდა იყო ამაზე პასუხისმგებელი და მე არ უნდა დამაზიანო. როდესაც მე მაზიანებ, მაშინ მეც თვლი თავს ვალდებულად იმაში, რომ ჩავერიო შენს არჩევანში და გითხრა, რომ იცი რა, აქ შენ უკვე არ ხარ სწორი რა, იმიტომ რომ ეს ზიანი მარტო ხო არ არის, თქვათ, მატერიალური, ეს არის აგრესიული ხდება ადამიანი, რა ვიცი, აი ფუნქციას კარგავს ადამიანი იმ ფუნქციას რა ფუნქციისთვისაც ადამიანი იბადება ხდება უფუნქციო ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს ვიღაცა ღირსებას ბოლომდე კარგავს ვიღაცა სადღაც რაღაცა დონით ინარჩუნებს აქაც სოციუმია ერთ ამბავს მოუყვები მე ეხლა ტრანსპორტით რომელიცაც ვსარგებლობ ყოველდღიურად დადის იქ ის ტერიტორია უნდა გაიაროს, სადაც მეტადონს მიიღებენ ადამიანები. და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა საზოგადოება ხდება წამალ დამოკიდებული და დაკვირვებას ვაწარმოებ, რადგან ეს ჩემთვის თემა ძალიან მტკივნეული და საინტერესოა, ვაკვირდები და აღმოვაჩინე, რომ არიან, თქვათ, ბევრად უფრო ადამიანურები, ზრდილები და არ დაკარგული არიან ძალიან ფსკერზე მყოფი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი ისე იქცევიან, რომ სრულიად გამაღიზიანებელია და ყურადღება მისაქცევია და არ მოგწონს რა, რომ შვილთან ერთად რომ გზავრობ და შვილის გარეშეც რომ გზავრობ და მე ვხედავ არ მსწიანობს. ანუ მანდაც არის ფენები, როგორც ჩვეულებრივ საზოგადოებაშია და კიდევ ერთი რისი თქმა მინდა ყავდა სტუმარი ნარკო თემაზე ვსაუბრობდით და იქ ვთქვი რომ ადამიანი რომელიც ბედნიერია ნაკლებად დიდი ალბათობაა რომ მოიხმაროს და ეს ბედნიერების შეგრძნება უნდა გქონდეს და უნდა გამოვიწვიოთ შვილებს უნდა დავაკვირდეთ რამდენად აქვს რომ რაღაცა დოზით შევძლოთ დაცვა იმ ადამიანების ვინც პატარები არიან ვინც არ იციან და აი რამ შეიძლება ხო გამოიწვიოს და ვიღაცა მომწერა რომ აი თქვა ვიღაცა მილიონერი რომელმაც წამლის კეთება დაიწყო რა ის არისო ბედნიერი და რატო გგონია ადამიანებო რომ ფინანსური მდგომარეობა განსაზღვრავს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას ან რატომ გგონიათ რომ მილიონერ მილიარდერ ადამიანს არ შეიძლება ქონდეს დეპრესია არ ქონდეს საკუთარი თავის შეფასება დაბალი რატომ შეიძლება არ იყოს ბედნიერი პირიქით შეიძლება ჩემ გაჭირვებულ მდგომარეობაზე ბევრად უფრო მეტად ცუდად გრძნობდეს ის თავის და მან მოიხმაროს ეს ამიტომ ასე ვერ განსაზღვრავთ და ვერ ვიტყვით რომ ის არ მოიხმარს ან ეს არ მოწყვლადია და ყველა ფენას ეხება ესე მგონია რა. ყველას არ არსებობს. დაავადებამ, დამოკიდებულებამ არის ის ქალი, კაცი, პროფესორი, ექიმი, პოლიტიკოსი თუ სპორტსმენი. სპორტსმენების შემთხვევაში.
უმეტესობა არის დამოკიდებული და ძალიან ხშირი არის შემთხვევები, როდესაც სპორტს ამთავრებენ, რომ მერე მოხმარებაში. კი, იმიტომ რომ მერე დეპრესია ეწყებათ. იმიტომ რომ იმით იკვებებოდნენ, ის იყო მათი, ხო, ანუ მაგას ვეძახი, არ არის დამოკიდებულება რაღაცის კონკრეტული ნივთიერების მოხმარება. ეს არის დაავადება. მე მოვიხმარ დღეს ვარჯიშს. არიან ადამიანები, რომლებიც დღეს 3 ჯერ მიდიან სავარჯიშო დარბაზში. ნორმალურია, ხო? არ არის ნორმალური 4 ჯერ. თუ არ წავალ სუდათ არის. ეს თუ ამას არის სუდათ რა მნიშვნელობა აქვს, ხო, რაზეა? კი, ის არ ანგრევს ოჯო, კი, გასაგებია, რომ არ მოქმედებს იმაზე. მაგრამ იმ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, ხო, ისეთივე რთულია და მძიმეა, როგორც იმისი, ვინც რაღაცა ნარკოტიკში პოულობს ამას რა. მაგიტო აი ძახ თქვენ ამბობდით, რომ ფენებად არის რა, ზოგი რაღაც ისეთი დაავადება არის ესეთი ქრონიკული, პროგრესირებადი და ნუ საბოლოოდ მომაკვდინებელი და ეს არის ფაქტი. ამიტომ არ არსებობს რომ ბოლოს პროგრესი არ განიცადოს. ზოგ ადამიანზე როგორ მოქმედებს, ზოგ ადამიანზე როგორც, მაგრამ ამ გზას თუ მიყვება ადამიანი, თუ არ ეცდება რომ აქედან გამოვიდეს, აუცილებლად მივა იქამდე, სადღაც არიან აი ისინი თქვა ადამიანობა დაკარგული კი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა რომ ეს ვიღაცა ესე რომ ვიყო მე აღარ და ძალიან მალე იმაზე უარეს მდგომარეობაში ვარდება. ესეც არის ფაქტი. და ასაკობრივი ზღვარიც არ არსებობს. ასაკობრივი ზღვარიც არ არსებობს. და კიდევ ერთი კითხვა და მე სხვა კითხვაზე გადავალ. არ ვიცოდი და ბოლო პერიოდია რაც გავიგე და დავინახე, ძალიან შევშინდი რომ ქალებშიც, მანდილოსნებშიც არის ძალიან ჭარბად და ასე შეიძლება ლეგენდად ითქვას დადის მოარული ამბავია რომ ქალების თვის უფრო რთულია მოხსნა ამბის ვიდრე მამაკაცებისთვის და ეს მართლა ასეა თუ მართლა ასეა. კი, ქალებს უფრო მეტად უჭირთ. და როგორც აღნიშნე, არის ის დამოკიდებულება, რომ ქალს კაც არ ანსხოლობს, არც ბავშვს, არც მოზარდს, არც ფერადკანიანს და არც ჩვეულებრივკანიანს. ეხლა გადავიდეთ, იცით რა მაინტერესებს თქვენთან ცენტრში მოსული ადამიანები. პირველ რიგში რა დახმარებას მიიღებენ? ესე იგი, ჩვენი არის სარეაბილიტაციო ცენტრი რა. ანუ ჩვენამდე ადამიანი სანამ მოვა, უნდა გაიაროს დეტოქსიკაცია. დეტოქსიკაცია არის ფიზიკური აბსტინენციის, ანუ ლომკის მოხსნა. რომ ფიზიკურად, მკურნალობა დავარქვათ, რომ ცოტა რაღაცა იმაში ჩადგეს, რომ всё, აღარ უნდა მოხმარება. და თავიდან ამ ამბავში თქვენ ხართ ჩართული, თქვათ ეხმარებით, სად მივიდეს, მიმართულებას აძლევთ თუ? რა თქმა უნდა, ყველაფერს მიმართულებას ვაძლევთ. დღევანდელ დღეს ჩვენ თანამშრომლობთ ნარკოლოგიურ კლინიკებთან, ძალიან მჭიდროდ და მე სურვილი მაქვს რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლობ და ალბათ ეგ დროც მოვა, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე არც აზრი არა. კი, ნარკოლოგიური კლინიკები დიდი ხანი არიან, მუშაობენ, მაგრამ რა ხდება? ერთი ადამიანი მიდის, შეიძლება 9 ჯერ, 10 ჯერ არის იქ ნამყოფი. წელიწადში 3 ჯერ იქ უკვე საწოლი აქვს ზოგს გამზადებული. რაღაც დღესასწაულის მერე იმათ მეციან რომ ეს აქ მოვა. იმიტომ რომ მოუხსენი პრობლემა დღეს ალკოჰოლის სიტყვაზე ან რომელიმე ნარკოტიკის. შედეგი მოხსენი უпроსწორად და პრობლემა დავიტოვე. მე პრობლემა მაგ დამოკიდებული ვარ, ხო? და გამოვლინება მაქვს ეგეთი. წერან როგორც თქვი, ზოგს გამოვლინება აქვს ვარჯიში, ზოგს კვებაზე აქვს მიჯაჭვულობა და 1000 ძალიან ბევრნაირი დამოკიდებულების გამოვლინება არსებობს. მოხსენი ეს რაღაცა შედეგი და პრობლემა დავტოვე. გამოვედი და რა უნდა ვქნა? იგივე ვარ, არაფერი არ შეცვლილა. არაფერი არ მოხდა ჩემ ტვინში, ახალი არ არის. უბრალოდ აღარ მაქვს ფიზიკური მოთხოვნილება. ფიზიკურად ვზნობ თავს კარგად, მაგრამ აი აქ იწყება მერე მთელი ამბავი და ბევრად უფრო რთული არის ფსიქოლოგიური აბსტინენცია ვიდრე ფიზიკური. ანუ ჯერ ეს აბსტინენცია უნდა მოიხსნას ადამიანმა და მოვიდეს. ნუ ჩვენთანაც დანიშნულებით მოდიან სვავენ წამლებს რა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა, სულ ვცდილობთ ამ განვითარებას და რომ ადამიანს ბევრი არჩევანი ქონდეს რა. პირველი ნუ ამბულატორიო პროგრამა გვაქვს, ანუ დღის ცენტრი ვთქვათ, არის ჯგუფური თერაპიები, ინდივიდუალური თერაპიები, ნუ გააჩნია ადამიანს რა მდგომარეობაშია, ყველა ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ უბრალოდ ეს არ დაგეხმარება. კი, ვიცი, რომ ჩქარა გინდა მიიღო ყველაფერი, ვიცი, რომ არ გინდა ჯგუფთან ერთად ყველას თავიდან ეგ მოთხოვნა აქვს, რომ არ მინდა ხალხი, მინდა ერთი-ერთზე იქ რაღაც. ნუ ზოგიერთს ეგ არ ეხმარება. ჩვენი მიზანი არის რომ დავეხმაროთ. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ამას თუ არ გააკეთებ,
აზრი არ აქვს მაშინ მე ვერ დაგეხმარები და ყველა ხა თანხას ხوار გამოგართმე რა მიდგომა მაინც ეგეთია ერთი პროგრამა გვაქვს 28 დღიანი ინტენსივი ქვია ზენ ინტენსივი ესეთი 28 დღიან ცენტრში ეს არის დახურული ცენტრი სადაც მგარე სამყაროსთან კავშირი არ არის რა თქმა უნდა ტელეფონი არ არის იქ ადამიანი შედის უკეთდება თავიდან გენეტიკური ტესტი ნუტრიცია და ფიტნესი ანუ კვება და ვარჯიში და რომ გამოდის მე ამერიკულ ლაბორატორიაში იგზავნება და რომ გამოდის უკვე აქვს სახელმძღვანელო რა გენეტიკურად ამ ადამიანისთვის რა არის მისაღები, როგორი საკვები არის, როგორი ვიტამინები უნდა მიიღოს და როგორი ვარჯიშია დამაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ არის რომ ხიზდებიან ადამიანები მირბიან, მე და გიჟებივით ვარჯიშს შეორო მაგრა ვარ და ის პირიქით მე ხანდახან ცუდად მოქმედებს ხოლმე ამაზე რა. და ესეც სახელმძღვანელო მთელი ცხოვრების უდევს, მაგრამ ამან არ მიყვავს ყველა, ნაკლებად დაზიანებული, აი უფრო შედარებით ემოციური პრობლემები რო აქვს. თან რაღაცა დროის მონაკვეთში შეწყვეტილი აქვს მოხმარება და უბრალოდ ემოციურად არის ძალიან ძალიან ბევრია ეგეთი. ან გავლილი აქვს რეაბილიტაცია, ხანგრძლივი და ჩავარდნა მოუვიდა რა, ეგეთი შემთხვევებიც არის ხშირად და აღარ უნდა კიდე 3 თვე 4 თვე მაგასაც შევეხებით სხვა პროგრამით. და მაგათვისაც არის რომ ჩავარდნის ანალიზი გვაქვს ეგეთი ის რომ რა მიიყვანა ჩავარდნამდე. ქონდა ინფორმაცია რაღაცები შეცვალა, მაგრამ სად დაუშვა შეცდომა რა და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე ერთი პროგრამა გვაქვს, ხანგრძლივი არის, 3 თვე არის დაყოვნება სარეაბილიტაციო ცენტრში, რა თქმა უნდა, ისევ მოწყვეტილი გარე სამყაროს, 1 თვე საერთოდ არ აქვს შეხება არავისთან, არც ტელეფონით, 1 თვის მერე უკვე დაიწყებენ რეკვას და 1 როგორი მეთოდები გვაქვს ახლა? ყველაზე ისეთი აპრობირებული და კარგად დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობს კოგნიტურ-ქცევითი თერაპია. ანუ რას ნიშნავს ხო ის მარტივად ვთქვათ რომ მოკლედ რო ავხსნა რა კოგნიცია. აზრების ადამიანის სწავლობს აზრების აღმოჩენას და მათ შეცვლას, რომელიც უქმნის პრობლემებს. და მერე უკვე ეძებს ჯანსაღ აზრებს და ჯანსაღ ქცევებს სწავლობს. ანუ ეს რო შეიცვალოს, იმიტომ რომ ამოკიდებული ადამიანის აზროვნება მიმართულია ნეგატივიზმისკენ და სულ ნეგატიური აზროვნებით მე უკვე ქცევებიც გამომდინარეობს აქედან. ანუ აი ამის შეცვლას ემსახურება, რომ უკვე გვერდიდან შეხედოს თავის თავს და ჯანსაღად იმოქმედოს. ასევე არის DBT თერაპია, ანუ mindfulness პრაქტიკები ესე ეძახიან, ანუ გაცნობიერების პრაქტიკები. არის ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა მაინც არის ჯგუფური თერაპიები, რა თქმა უნდა, არის დავალებები. ამ დავალებები არის რეალურად ის, რომ აი ადამიანი თავის ცხოვრებიდან წერს რაღაცა მონაკვეთებს და რეალურად უკვე ხედავს მართლა სად იყო, რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა. იმიტომ რომ ძალიან უჭირთ დანახვა რეალურად, თვითონ პრობლემის არსებობის დანახვა უჭირთ რა. არის ინდივიდუალური თერაპია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი მიდის, ფსიქიატრის ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირად ჭირდება დასაწყისში მაინც ფსიქიატრის ჩართულობა. არის აუზი, ფიტნეს დარბაზი, ეს ფიზიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, სულ. და აი ესეთ გარემოში მიდის გამოჯამრთელების პროცესი. ძალიან იშვიათია რომ შინაგანი мотиваცია ქონდეს ადამიანს, ანუ შინაგანი мотиваციაში მაგას გულისხმობ, რომ всё აღარ შემიძლია ვიღაცა მიშველეთ, დამეხმარეთ, რა გავაკეთო, მითხარით, ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან იშვიათია. ძირითადად არის, რომ ან ოჯახი უბიძგებს, რომ всё, ან სახლიდან გააგდებენ, შეიძლება დედამ, ცოლი გაშორდება, იქ სამსახურში პრობლემები აქვს და ნუ ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა შევცვალო, რა ვქნა, მოდი 1 თვე წავალ, ნახავ რა რაღაცას. აი ეს რა არ უნდათ მაგრამ ცხოვრება აი ფსკერზე დავიდა ადამიანი და ამ ფსკერმა უბიძგარო, გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი დამოკიდებული ადამიანი საერთოდ ვერ აღიქვავს ფსკერს. ანუ დადიან ამ ფსკერამდე, რომ უყურებ გვერდიდან და ნუ მეტი რაღა უნდა მოუვიდეს, მაგრამ იმისთვის ხდება რაღაცა აი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. იმდენად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმპტომი რაც არის დამოკიდებულების უარყოფას ეძახიან. თავის პრობლემების უარყოფა, სულ შედარება რამდენიმე ისა აქვს ამ უარყოფის სისტემას რა. კი, ერთ-ერთი პუნქტი არის. ყველაფერი სიბრალია, ყველა ვედრები ის ხე როგორ არის, მე ესე არა ვარ, ის იმდენს აკეთ, მე არ ვშვები, მე კარგს ვსვავ. რა თქმა უნდა, მე ძვირიან სასმელს რომ მაგალითად 800 ლარს ვიხდი ერთ ბოჭში და ის 50 თეთრიან არ ახსოვს. მე რა პრობლემა მაქვს, მაგრამ 24 საათი სვავს
ანგრევს, სრულად იქცევა თავის ოჯახს, თავის თავსაც ინადგურებს და გარშემოყოფებსაც ანადგურებს და კი ბატონო დალია შენ ძვირიანი სასმელი, მაგრამ პრობლემა უნდა დავინახოთ, ხო? აი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ აი მილიონერები რატო იწყებენ იმას, ხო? არა, არც მილიონერი არ იცის ამ დაავადებამ და კიდევ ვიძახი, რომ არც სასულიერო პირი და არც პროფესორი და არავინ და კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან მოსულ ადამიანს თუ უკეთდება ანალიზები, ანუ რას გულისხმობ? აი თქვათ, წამალდამოკიდებული, ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანი შინაგან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხო? ღვიძლი, რა ვიცი, 1000 სხვა რაღაცა და აი ეს თუ უტარდება თუ აგზავნით სადმე სხვაგან, იმიტომ რომ ეს მომსახურებაში თქვენთან შედის თუ არა საინტერესოა, მე მაგალითად დავინტერესდი. კი, ადამიანი რომ მოდის, ანუ ჩვენ თვითონ არ ვუკეთებთ, მაგრამ აი ნარკოლოგიური კლინიკიდან რომ მოდიან, იქ ყველაფერი უტარდებათ, რა თქმა უნდა რა, ეს ანალიზები და ეგ უკვე შემოწმებულია. ჩვენი მომსახურება მაგას ჯერჯერობით არ ითვალისწინებს, მაგრამ მიზანიც ის არის, რომ ყველაფერი ერთ სივრცეში იყოს. ერთ სივრცეში რა ჩვენთან რომ მოვა ადამიანი, რომ სხვაგან გადამისამართება არ მოუწიოს. რეალურად ეხა დღესაც ეგრე შვებით, მაგრამ მაინც აი პარტნიორ ნარკოლოგი კლინიკებთან, ან ნარკოლოგებთან ვაგზავნით და ფსიქიატრიულებთანაც თანამშრომლობთ და მათთანაც ისე გვაქვს კონტაქტი და ჩვენთანაც მოდი. ის იქნება მარტივიც და კომფორტულიც იქნება და სამართავათაც, აი თქვათ ამ მდგომარეობაში შემოვიდა და ამ მდგომარეობით გადის რა, რომ რაღაც ის იყოს. ეს არის რაღაცა ერთი მთლიანი პროცესია. დღეს ეგ არ არსებობს ჩვენთან ქვეყანაში რა, ყველა არის დაქცე, ნარკოლოგები თავის საქმეს აკეთებენ, ფსიქიატრები თავის საქმეს აკეთებენ. ეხა გაჩნდა მადლობა ღმერთს რამოდენიმე წელია, 5-7 წელია სარეაბილიტაციო ცენტრები, ჯერ ერთი იყო, ეხა მეორეს 3 არის და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აი ჯამში რა იყო 80-დან 100-კაცამდე ვერ მიიღებს რა არის ხო, არაფერი ზღვაში წვეთია რა. გაჩნდა სარეაბილიტაციო ცენტრი. ყველა თავისით ვცდილობთ რომ ვითანამშრომლოთ, მაგრამ მაინც ყველა თავისთვის ოპერირებს რა. ეს უნდა იყოს მოქცეული ერთ სისტემაში, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. იმ შედეგს რომ მივაღწიოთ, რა შედეგსაც გვინდა რომ მივაღწიოთ, ალბათ გაერთიანება ყველაზე კარგი. რა თქმა უნდა, აუცილებელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრევენცია არსებობდეს ქვეყანაში, რაც არ არსებობს სამწუხაროდ და ჩვენ ახლა ქმნით ფონდი და შევქმნათ, რომ საქველმოქმედო იქნება, რომ ზუსტად აი პრევენციაზე, ცნობიერების ამაღლებაზე იმუშაოს და რა იგულისხმება ვთქვათ, რომ აი მოზარდებში, ახალგაზრდებში ინფორმირებულობა, რა შედეგებს მოიტანს. ჩვენ არავის არ ვეუბნებით, რომ ცუდია და არ ვარგა და შენ ეს არ უნდა ქნა, არა, უბრალოდ ინფორმაცია, რა შედეგების მომტანია. მუშაობა მშობლებთან, როგორ უნდა მიუდგენ მოზარდებს და თავის შვილებს ამ ინფორმაცია მიაწოდონ, რომ რა არის. ან თუ თქვა და მოიხმარა ხო ახალგაზრდამ ამ ბავშვმა, არ უნდა კონდეს იმის შიში, რომ თქვა სახში თქვას. და საიდან მოდის ხო ეგ შიში, რომ მე თუ სულ უბრაზდები ჩემ შვილს და ვეუბნები, რომ ამას თუ გააკეთებ, ის შეიძლება უფრო ინტერესიც გაუჩინო, წავიდეს და რაღაცა მოიგო მე დამიმალოს. ამიტომ ეგეთი ეს არის რაღაცა პრევენციული ამბები და რა თქმა უნდა გადამზადება იმ ადამიანების, ვინც იმუშავებს ამ საკითხებზე რა, მშობლებთან და ბავშვებთან და მოზარდებთან. ერთი ძალიან მინდა რომ გულწრფელად ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე ყოველთვის ყველგან და ყველასთან და ის არა რომ ცუდია. ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ადამიანმა თავი შეიკავოს რა და აი იქ როდესაც სტუნების მომენტი იქნება, თქვას არა მე ამას არ გავაკეთებ. ეს ამაზე ახლა ეს პირდაპირ გათიცემაში სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო, როდესაც მე პირადად დავჯდე და მოვყვე თუ რა შედეგი არის ის, როდესაც ადამიანი არის წამალდამოკიდებული, სადამდე მიდის და რა პრობლემებს ქმნის საკუთარი თავისთვის და გარემოსთვის. ეს ესე მარტივად და ზერელით არ არის, რომ ეს სუდია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოთ, იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდი ბოროტება ესე მგონია და დედისთვის ცოლზე აღარ ვსაუბრობ, დედისთვის ყველაზე დიდი უბედურება, აი ჩემ წარმოსახვაში უბედურება ალბათ ეგ არის რა, იმიტომ რომ ამაზე დიდი კოშმარი არ არის და სამწუხაროდ პრევენცია არ ხდება და ძალიან ცუდია რა და
ჩვენც არ ვართ ესე აქტიურად ჩვენი შვილების ცხოვრებაში ჩართული, რომ ვიცოდეთ სად რა უჭირს, სად გაუჭირდა და სხვათა შორის ღრმა ბავშვობაში, როდესაც ჩემი მეგობრის მამა წამალდამოკიდებული იყო ბნელ 90-იანებში, სულ მეგონა რომ ეს ადამიანი ამის გამო იყო დათრგუნული, დაკომპლექსებული და არასდროს ის არ მოიხმარდა, იმიტომ რომ ის ხედავდა, მე რასაც ხედავდი ხო, მე ვხედავდი მეზობელი ვთქვათ მეგობარი და ის ხო კიდე უფრო შიგნით იხარშებოდა, იმ ყველაფერს ხედავდა და აი მილიონი% დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამას არასდროს არ იზავდა და რომ გავიგე, რომ მან ეს გასინჯა, პირველი კითხვა რაც მქონდა, რომ რატო? აი რატო შენ ხო ამ ყველაფერს ხედავდი, რა უბედურება იყო და რატო? აქ არის ის მომენტი, რომ ეს იმას დაემართა და მე არა. და ვისაუბროთ თანადამოკიდებულ ადამიანებზე. რა მდგომარეობაა, ხვდებით თუ არა, რომ ვართ თანადამოკიდებული და როგორ შეიძლება რომ მივხვდეთ და როგორ შეიძლება საკუთარ თავს უშველოთ. ყველაზე რთული ამბავია თანადამოკიდებული, რომ იხდეს, რომ თანადამოკიდებულია. იმიტომ რომ დამოკიდებულ ადამიანს უკვე ფიზიკურად ეთყობა, ხო? და ვეღარ მალავ რა, რაღაცა პერიოდი შეიძლება მალავდეს იქ რაღაცა ისე. მოკლედ არ შეეთყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეთყობა. თანადამოკიდებულ ადამიანს არაფერი ეგრე არ ეთყობა, ხო? კარგად არის პირიქით, აი ამას უშველეთ, მე ყველაფერი კარგად არის. ამიტომ თვითონ არ ცდილობენ რომ რაღაცეები შეცვალონ. ამის ერთ-ერთი ამ დამოკიდებულებას ოჯახურ დაავადებასაც ეძახიან რა ერთ-ერთი ის არის რომ წეღანას თქვი რომ ერთი დამოკიდებული ადამიანი თავის გარშემო აზიანებს რა 12-14 ადამიანს ხო იქ ოჯახი იქნებათ მეგობრები, ცოლი თუ მშობლები და ასე შემდეგ რა მიჯაჭულები არიან ამ ადამიანებს აი ხა მაგალითად ერთ შემთხვევას მოგიყვებით რაც ჩვენ პრაქტიკაში იყო სულ ეხლა ხანს რა ადამიანი მოვიდა ჩვენთან, წამოვიდა ჯერო ერთი თვითო და მამა ყოველ დღე რეკავდა, რომ დამალაპარაკეთ, მოდიოდა ჩვენთან ოფისში, დილას 9 საათზე იქ უკვე, როგორ არის, რა შვება, აი ცუდად იყო ეს ადამიანი. აი უყურებდი და ცუდად იყო, იმიტომ რომ იმ შვილს დღეში 15 ჯერ ვეღარ ელაპარაკებოდა და ისიც იძახდა რომ დღეში 10 ჯერ, 20 ჯერ ყოველ 10 წუთში მირეკავს რა. აი ესეთი გამოვლენებებიც აქვს და მე თქვა რომ ორი კვირა გავიდა და всё მიმყავს ჩემი შვილი, იმიტომ რომ არ მალაპარაკებთ, არა და იცოდა რომ ერთი თვე არ არის და გამონაკლისიც არ კეთდება. წყვეთ ხელშეკრულებას ისტერიკაში იყო შეიძლება ვთქვა. მოვიდა, კარგი, ახლა მიყავს ამ ბიჭას უთხარით რაღაცა გამოვიყვანეთ და მე იქ დაილაპარაკეს რა და რომ ნახა, აი დააწყნა. დაამშვით და всё ნახვა და ორი კვირაც და აი ის კიდე ორი კვირაც რაღაცნაირად გაძლევდა. ეს ბოლო რომ მივიდა 2-3 დღით ადრე დარეკა რომ აი უბრალოდ ერთი კვირით ადრე რომ აი რაღაცა რიცხვი თქვა რომ გავიყვან 3 დღით ადრე. იმ 3 დღესაც კი ვეღარ ითმოდა რა. აი ესეთი შემთხვევები არის. ეს ცოტა ისეთი ძიმე შემთხვევა იყო. ეგეთი დამოკიდებულება. ასევე რა არის იცით ცოტა მძიმეა ხოლმე მაგის ახსნა და თქმა თანადამოკიდებულები. თანადამოკიდებული ადამიანისთვის რომ თქვათ შვილი შენ უნდა ყველანაირი შესაძლებლობა მოუჭრა ფინანსური რა თქმა უნდა და თუ საჭირო იქნება სახლიანაც უნდა გააგდოს. აი არჩევანზე რო იყო საუბარი. დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს არჩევანი რო არ მოიხმაროს. არ იცის სხვანაირად როგორ იცხოვროს. არ აქვს იმას არჩევანი, ეს არ არის მისი არჩევანი რომ მე მინდა მოვიხმარ და თუ მომინდება არ მოვიხმარ. ვერ აკეთებს ამას, ვერ ცხოვრობს უნარკოტიკოდ და ფსკერიც ეგ არის რომ უნარკოტიკოდ ხო ვერ ცხოვრობს ადამიანი და ბოლოს არის რომ ნარკოტიკითაც ვეღარ ცხოვრობს. ის იმის ფუნქციასაც ვეღარ ასრულებს და აი მან არის აი საბოლოო წერტილი ხოლმე რომ всё რა მორჩა. ეს აღარ მიკეთებს იმ საქმეს, რასაც მიკეთებდა, ხო? იმ ენერგიას აძლევდა იქ რაღაცა უფრო ხალისიანი ხდება. თავიდან დასაწყისში ვითომ რომ მეგობარი არის და მე მთავარი მტერი და რაღაცა ბრძანებელი ხდება ეს ნარკოტიკი. ხო და არის ესეთი, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი თქვა საშიშროება, რომ შეიძლება ადამიანი გაუშვა სახლიდან და 50-50-ზეა შეიძლება უბრალოდ დაიღუპოს. და მე ამის გადატანა როგორია, მაგრამ ეგეც უკვე თანადამოკიდებული ადამიანის არჩევანია, რომ მოიქცეს ესე და რეალური დახმარება და რეალურად ჯანსაღი მიდგომა ეგ არის, რომ ხელი კრა, უხეშად რო თქვა და ის თუ მოვა უკვე შენ პირობებზე მოდის, რომ მაშინ ეს უნდა გააკეთო.
და უკვე მან ჩდება შანსი, რომ დამოკიდებულ ადამიანს დავეხმაროთ რა, მაგრამ ამას სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს და ძალიან კარგად მესმის რატომაც. ანუ ჩვენ ცენტრში რომ მოდიან ადამიანები პარალელურად არანაკლებ მეტ თუ არა ენერგიას, დროს და დროს ხარჯავთ თანადამოკიდებულებთან მუშაობაზე. თითოეულ ბენეფიციარს თავის პირადი მენტორი ყავს. ის მენტორი ეკონტაქტება რა თქმა უნდა თანადამოკიდებულ ადამიანებს. არის შეხვედრები ამ მენტორთან, არის პლუს ჯგუფები საერთო კვირაში ერთხელ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უფასოა, უფასში შედის იმაში და არის კიდე პლუს დამატებით ყოველ კვირას უფასო ჯგუფი. დამოკიდებული ადამიანებისთვისაც და თანადამოკიდებული ადამიანებისთვისაც ჩვენთან ცენტრში, ვინც გაიარა დამოკიდებულები ისინი მოდიან და ჩვენთან ვინც იყო და ვინც არის და შეიძლება თანადამოკიდებული ისედაც მოვიდეს და ინტერესის ამბავში. ეგ ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა, რომლებიც დღეს უკვე რაღაცა ის სიმშვიდეში არიან, ჰარმონია, მე ეგეთი შვილი არ მინახია, მე ეგეთი ქმარი აღარ მახსოვს, როდის ვყავდა და მშობლები რო აი ბავშვობაში როგორიც იყო ისეთი დამიბრუნდა და ამას იმ სირთულეებსაც აზიარებენ, რომ ახლებმა აიღონ ეს მაგალითი ნახონ, რომ აი გამოცდილება და ეს გამოცდილება ერთმანეთს მაგრა ეხმარება და ყველაზე ის არის რომ დამოკიდებული ადამიანი როგორც ეხმარება მეორე დამოკიდებულს ამ ურთიერთობას და მის თერაპიულ მნიშვნელობას ანალოგი არ აქვს. ანუ ჩვეულებრივი ფსიქოლოგი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება ამისი, კი შეიძლება ძალიან მაგარი ფსიქოლოგია, ნასწავლია ის, მაგრამ თუ გამოცდილება უკან არ ახლავს, ფაქტიურად შეუძლებელია რომ დამოკიდებულ ადამიანს დაეხმაროს. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენთან ცენტრშიც ძირითადად რა ხო არის ფსიქოლოგი მოდის ის სხვა საკითხებზე მუშაობს, მაგრამ კონსულტანტები რა თქმა უნდა ამ გზა გავლილი ადამიანები არიან, ზოგი ჩვენი ბენეფიციარი, რომელსაც გაიარა გზა და მე მუშაობა მოუნდა და სტაჟირება გაიარა და გააგრძელა და დღეს ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ და უჩნდება ადამიანს სურვილი იმედი, რომ საიდან წამოვედი, იმან ხო იცი საიდან ამოვიდა, რა გზნობები ქონდა და დღეს როგორ არის და უკვე ამის გადაცემის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ სხვა არაფერი აღარ აინტერესებს. და ბევრ ძალიან რაღაც საქმიანობაც ქონდა, თავის გადაცემა, ყველაფერი, მაგრამ მიხვდნენ რომ ეს აღარ არის საინტერესო, ეს რა მაგარი რამე ყოფილა, რომ იქნებ სხვას დავეხმარო, იმიტომ რომ მე გადავრჩი. მე დღეს ცოცხალი ვარ, ხო? და იქნება და ვიღაცაც ამ ჩემი გამოცდილებით, ამ ჩემი ცოდნით გადავარჩი. ანუ თქვენთან აი ის მომენტი ხდება, რომ თავიდან ცხოვრებას სწავლობენ რა, ხო? კი ბატონო. თითქოს აი რაღაცა აი როგორც ბავშვი იწყებს ფეხის ადგილს. ბაგაბაღი არის ახალი ცხოვრების რა. ბავშვი აი მამდულად ფეხს იდგავს, რომ აი ზუსტად ეს ქცევები, აზროვნება, ის ძველი რაც ესეთი გამონათქვამია, რომელმაც თავმა შემიქმნა პრობლემები, იგივე თავი უკან ვერ გამომიყვანს. ანუ რაღაცა უნდა შეიცვალოს, ანუ დახმარება მჭირდება. ანუ ეს დახმარება ერთია რომ მოვითხოვო და მეორეა რომ მივიღო. მე შეიძლება დღეს ვითხოვო დახმარება, ვიღაცამ გამიწიოს ეს დახმარება, მაგრამ არ მივიღო. თქვა რომ, კაი, დიდი მადლობა, მაგრამ ჩემებურად გავაგზავნე. ეგეც ძალიან ხშირი არის. აი ამას ყველაფერს იქ გადიან, ესეთი დავალებებიც არის, დახმარების თხოვნა და მიღება და იქ უკვე წერენ თავის იმეებს, უკვე იქ არსებულ რეაბილიტაციაში არსებულ, იქ ხო მიკროსოციუმი არის რა. ერთად ცხოვრობენ ადამიანები, ჩვენ არ მიჯნავთ გოგო, ბიჭი, რეაბილიტაცია ყველა სჭირდება და ვინც მოდის ჩვენ რა თქმა უნდა, უარს არ ვეუბნებით. და ეს მიკროსოციუმია ყველანაირი ურთიერთობით, ხო? იქ ხან სიბრაზეც არის, ცოტა ჭხუბიც არის, სიყვარულიც არის, ერთმანეთზე ზრუნვა და ამ ყველაფერს სწავლობენ, დისციპლინას სწავლობენ, ხო? დილას ერთი და იგივე დროს დგებიან, აქვთ იქ მსახურებები, აქვთ რაღაც თავის თავს სულიან, სახსულიან, საკვებს რა თქმა უნდა მზარეული აკეთებს და ისე არის, მაგრამ აი ამ თვითონ სახლს, ახლა დიდი ეზო არის, თქვათ, იქ ყვავილები, ამ ყვავილების რომ მორწყარო არ გახმეს, რომ აი ამ რაღაცა სხვაზე მზრუნველობას სწავლობენ რა და რაც ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ზოგიერთმა ადამიანმა უბრალოდ სარიცხის მანქანის ჩართვა არ იცოდა. 35, აი ესე 30, ესეთ ასაკში, არ იცის რო არ იცის, არასდროს არ გავუკეთე. იმიტომ რომ მაგისმაგივრად დედა აკეთებდა. კიდეთან არის მომენტი, რომ ცოტა არა, ძალიან ეგოისტებიც ხდებიან და აი ეს ამის სწავლა უცლებელია, რომ
სხვაზე ზრუნვა, ანუ სულ იქით ითხოვენ მე და ამის გაცემას რო სწავლობენ, კარგი, იმიტომ რომ მე კიდე უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებ, როცა შენ სხვასაც ეხმარები, ეს ხო შენივე სიამოვნებაა და ძალიან კარგია. აი მან კიდე თანადამოკიდებულებზე რო საუბრობთ, ანუ ძირითადად არ აცდიან ადამიანებს ცხოვრებას. ვთქვათ მშობლები, არ აცდიან რომ გაიზარდონ. ყველაფერს მის მაგივრად აკეთებს, ხო? ეხლა ბევრჯერ გექნებათ გაგებული, ჩავაბარეთ, მიწავედით რაღაცა მოვალთ ექიმთან ვიყავით. ექიმთან ვიყავ. სულ აი მრავალ რო აი რაღაც ხელჩაკიდებული, აი წერან რო საუბრობდი, თითქმის 40 წლის ადამიანია და მამა მეუბნება რომ მოვალთ. და მეთქი თქვენ სად მოდიხართ? თქვენს რეაბილიტა ერთხელ ერთმა მშობელსაც დედასაც ვკითხე რომ მოვალთ. მეთქი რამდენი წლის არის? 45-ის. ანუ წამოვალთ იქ რა მეთქი და თქვენც გჭირდებათ რამე და ხმა. არა მე რაო, მე კარგად ავარო. ხო და მოვა მაშინ თვითონ 45 წლის კაცია. ვისაუბრეთ, სადღაც სხვაგან შევხვდი და მე ორი დღე შევთანხმდით რომ უნდა მოვსულიყავთ. ეს კიდე სხვა ამბავია რა. და დედა მოვავს. და სად მოხვალთ, ხო? მოვიდეს. სულ 20 წლის იყოს თვითონ მოვიდეს. 45 წლის არის უკვე, ხო? ცოლი წავს, შვილები წავს. სამსახურიც აქვს. შეხედავ შემდგარი ადამიანს. სად ადგება და მოვა. არა, ეს რა თვითონ რა უნდა გააკეთოს. აი ესეთი მიდგომა. დამოკიდებულება გვაქვს არასწორი. ჩვენ თვითონ ვუქმნით შვილებს არასრულფასოვნების შეგრძნებას და კომპლექსს ვუჩვენთ, იმიტომ რომ არა შენ ვერ გააკეთებ, შენ amას ვერ შეძლებ, არა შენ ჭურჭელს ვერ გარეცხავ, შენ ვერ იყიდი, ვერ წახვალ, ვერ რას ნიშნავს? მცნება ჩემთვის ვერ ვიზავ, ვერ გააკეთებ ჩემი შვილი ან მე არ არსებული, იმიტომ რომ ყოველთვის ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს გამომივა თუ არ გამომივა, სხვა საკითხი, მაგრამ ასჯერ ვწდი და გამომივა. რას ნიშნავს ვერ ვიზავ რა, რატო ვერ ვიზავ? მკვდარი ვარ, კაცოცხალი ადამიანი ვიზავ. ძალიან ბავშვობიდან იწყება, რომ ძალიან პატარა ბავშვი რო ცდილობს რომ თავის თასმა შეიკრას. და მომეცი. მეც გამეკეთებია დარწმუნებული ვარ. ხო, უყურებ და მომეც შევყვი. იმიტომ რომ მე მეჩქარება და თქვა. კი, ხო, ძალიან ისეთი არა უნებრივი და ადამიანური მომენტი. მაგრამ აი თურმე ეგეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ აცად არ დაუშვეს, სად უნდა დავაგვიანო რეალობას რო შევხედო. ხო, დავაგვიანო, მაგრამ ეს ხო უფრო მნიშვნელოვანია, ხო, ვიდრე სადღაც დაგვიანება თუ გინდა 1 საათი. ან ვაფშე არ წავალ და ეს ამან ეს შეგრძნება მიიღოს, რომ გამოუვიდე და რა მაგარი. ხო, ოჩახ, რა მაგარი ხარ. თუ ვერ გამოუვა, დახმარება ითხოვოს, რომ დამეხმარა, ესეც მანდაც მეორე შემოდის, რომ ესეც ისწავლოს, რომ ბავშვები რაღაცაში მიჭირს და დამეხმარე, ხო? აი ესეთი ძალიან, აი მანდაც აი პრევენციის რაღაცა ნაწილში, ეგეც იგულისხმება, რომ მშობლების ინფორმირებულობა, როგორ და რაზე რა რეაქციები უნდა გქონდეს, სად როგორ უნდა მოიქცეთ, ხო? ძალიან ბავშვობიდან იწყება ეს ურთიერთობა, ხო? ჩვენ გონია რომ არაფერი არ ესმით შვილებს და ბავშვებს, რომ ხო, ყველაფერი ესმით ჩვენზე კარგად და გძნობენ ისინი, შეიძლება ვერ აღიქოს ცნობიერად, მაგრამ ემოციებს იჭერენ, მაგითი არიან, ხო? და ამიტომ ესეც აი პრევენციის მნიშვნელობაზე რომ საუბრობთ, ძალიან დიდ როლს თამაშობს რა, ჯერ საზოგადოების ჩამოყალიბებაში და ეს არ არის მარტო თქვათ ის რომ ვიღაცა აღარ წავა და აღარ მოიხმარს. მომხმარებელი არ გამოილევა, მაგრამ შეიძლება ამის შემცირება ახალგაზრდებში. ჩვენი ცნობიერების ამაღლებაც უფრო გაგვაძლიერებს. პრევენცია კიდე რას მე სპორტით დაინტერესება და განათლების. ისეთი პროგრამების შექმნა, რომ ინტერესი გაუჩნდეთ, ეს დააინტერესოთ და არა ვთქვათ სადღაც ეძებონ, იმიტომ რომ დღეს არ იციან ძირთ რა ქნან, ხო? ნუ მით უმეტეს ეხა დღევანდელი მასში საერთოდ ამ ეპოქაში. ეგეც პრობლემაა და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვცხოვრობთ დამოკიდებულ ადამიანთან, უნდა ვიცოდეთ ის მდგომარეობა რას ნიშნავს, რა არის, იმიტომ რომ მე როდესაც ვცხოვრობდი, მე ვერ ვხვდებოდი რა მდგომარეობაში იყო ის და მე რა მდგომარეობაში ვიყავი. ანუ მე ჩემი თავი დავკარგე და ვეღარ ხვდებოდი სად იყო რეალობა და სად არა რეალობა, იმიტომ რომ ერთ მომენტში იყო ეს ნათქვამი და გაკეთებული, მეორე მომენტში სულ სხვა საწინააღმდეგო ქმედება და ნათქვამი და ვეღარ ხვდებოდი სად იყო რეალობა და მე რომ უფრო მეტი ინფორმირებულობა მქონოდა და მცოდნოდა სად ვიყავი და რასთან მქონდა საქმე, ალბათ ესეთი ტრავმებით არ დავამთავრებდი ურთიერთობას და უფრო ძლიერად ვიქნებოდი. მე ვიქნებოდი შეიარაღებული და კარგი იქნებოდი, იმიტომ რომ ეს არის და რახან ეს პრობლემა არის და ჩვენ შეიძლება შეგვიყვარდეს წამალდამოკიდებული ადამიანი, უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობა
პასუხი უნდა გქონდეს. აი, სად ჭირდება დახმარება, საერთოდ ჭირდება თუ არა დახმარება და საერთოდ რა მდგომარეობაში იმყოფება ის და ჩვენ. კი, წამალდამოკიდებულ ადამიანთან ცხოვრება და არა მარტო წამალ, საერთოდ დამოკიდებულ ადამიანთან ცხოვრება უნდა ვიცოდეთ, ინფორმაცია უნდა გქონდეს და ეგეც მივდივართ იქა თუ მაქვს მე ინფორმაცია, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და მე არ ვიქცევი ესე და ვაგრძელებ ამ ადამიანთან ცხოვრებას, ესე თავის რაღაცა სტრესებით, ჭუბებით, როგორც ხდება, ხო, ესეთ ურთიერთობაში ეს უკვე ჩემი არჩევანია ნამდვილად. კი ბატონო. იქ ხო, იმიტომ რომ აქ თუ არა მაქვს ინფორმაცია, ეგეც არ არის, არა მაქვს ინფორმაცია და რა ვქნა, ვერ ვსტოვებ, იმიტომ რომ იქ არის მე რომ ეცოდება, უჩემოთ მოგტება, რა უნდა ქნას, ვერ მოვდივარ. მანიპულატორები არიან ფანტასტიკური და სარევად და აქ ნაგავერესი მარტივად არ გიშვებს, იმიტომ რომ შენ მას ჭირდები. კი ბატონო. ხო და აი უკვე მე ინფორმაცია რო გააქვს, უკვე მანიპულაციასაც კარგად ხდება. ხვდები რომ იქ უკვე რაღაცა ძაი თქვენ როგორც ახსენეთ, რომ უფრო ძლიერად ვიქნებოდი. და უკვე დგაავ ისეთ ნაბიჯებს, რომ იცი რომ შენ ამას კი არ ტოვებ პირიქით, აი ამ ეგრეთ წოდებული მიტოვებით ეხმარები, რომ იქნებ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და თვითონაც გადარჩეს. აი ეს განსხვავება, უკვე ეს იცვლება, როცა ინფორმაცია არსებობს რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. ძალიან კარგ თემაზე შეიძლება არ ვისაუბრეთ, მაგრამ მნიშვნელოვან და საჭირო თემაზე ვისაუბრეთ რა, იმიტომ რომ დღევანდელ, აი ყოველდღიურობაში რომ ხდება ადამიანების ძალიან დიდი არმია, შეიძლება ასე ითქვას, გაოგნებული ვარ, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც არ მხვდებოდნენ, არ ვიყავი ამ სოციუმში და ვთქვათ, ვერ ვხედავდი და არ მეგონა და აი ეხლა კიდევ უფრო შევშინდი და კარგ საქმეს აკეთებთ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. თუ რამე ოდესმე შევძლებ, რომ თანადგომა გამოგიცხადო და ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მე მზად ვარ. ჩვენს მაყურებელს კი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი დავემშვიდობები. საუკეთესო სურვილებით. არ დაგავიწყდეთ YouTube-ზე გამოგვიწეროთ, გააქტიუროთ ზალის ღილაკი, გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. თქვენი რაოდენობა პირდაპირ აისახება ჩვენს სპონსორის მოპოვებაზე. აქედან გამომდინარე, რაც მეტნი იქნებით, მით უკეთესი. ძალიან დიდი მადლობა წერალთა სახლს, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გვიყურებთ და მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.